ქრისტე აღდგა, ქრისტე აღდგა, ქრისტე აღდგა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, შემდგომში გიორგობას და ყველა იმ დიდ დღეს, რომელსაც ეწოდება ბრწყინვალე შვიდეულის დღეები. ყველა დღე, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი იწოდება როგორც დიდი, რამე თუ ყველა დღე არის ტოლი და სწორი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის. რატომ? იმიტომ რომ ერთი დღე არ არის საკმარისი, რომ ჩვენ გავიაზროთ, ვიდღესასწაულოთ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა და აი ამიტომ ეკლესიამ განაჩინა, რომ აღდგომის შემდეგ კვირა ცხოვრობამდე, თომას კვირამდე ჩვენ ვზეიმობთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვისაც გახსოვთ ჩემი ვიდეო რგოლები დიდი მარხვაში და დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში დამეთანხმებით, რომ ჩვენ ვეხებოდით ყველა იმ კვირას, ყველა იმ მოვლენას, ყველა იმ წმინდას, რომლის ხსენებაც იყო და რაც ჩვენთვის იყო საჭირო, რომ გცოდნოდა და ჩვენ შეგვესრულებინა ყველა ის დადგენილება, მოთხოვნილება, განჩინება, რაც ეკლესიამ ჩვენთვის მიიღო საეკლესიო კანონების სახით. და ბუნებრივია, არც აღდგომის შემდეგ არ იქნება ზედმეტი, რომ ვიცოდეთ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ რა გვევალება. სამწუხაროდ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველაზე რთული პერიოდი ეს პერიოდი გახლავთ უკვე აღდგომის შემდგომი პერიოდი. და ძნელი არ არის ამის მიხედვა, რომ ბევრი ქრისტიანი ფიქრობს, რომ აი მან 8 წელი გაწია, 47 დღე გარკვეული აკრძალვები აღასრულა, მკაცრად შეინახა დიდი მარხვა და ეხლა თავის თავს ადლევს ბევრი სუფლებას და ეს რაში გამოიხატება? უზომო ჭამა სმაში, ლოცვების არ წაკითხვაში და ეკლესიის მიტოვებაში. გთხოვთ, ჩემო ძვირფასებო, რომ თუ ჩვენ გვინდა, რომ რაც მარხვაში მადლი მივიღეთ, ერთი ხელის მოსმით არ დაიკარგოს, არ მივატოვოთ დედა ეკლესია, არ მივატოვოთ ტაძრები, არ მივატოვოთ მოძღვრები და გავაგრძელოთ ეკლესიასთან ურთიერთობა ეკლესიური ცხოვრებით. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ბევრი ქრისტიანი აღდგომის მარხვის შემდეგ, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აცხადებს სულიერ არადაგებს და გარკვეულ დიდ დღესასწაულამდე აღარ გამოჩნდება ტაძარში. ეს ძალიან ცუდია, ძალიან მარტივად მინდა რჩევა მოგცეთ, თუ თქვენ გინდათ რომ მიხვდეთ თქვენი სულიერი მდგომარეობა და მარხვა, რომელიც თქვენ შეინახეთ, იყო თუ არა ნაყოფიერი, დაუკვირდით კარგად. აღდგომის შემდეგ თუ თქვენ არანაირი სურვილი აღარ გაქვთ, რომ წაიკითხოთ ლოცვები, წაიკითხოთ სახარება და მიხვიდეთ ტაძარში, არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენ ძალიან ძიმე მდგომარეობაში იმყოფებით. ესე იგი, თქვენი სული აღარ ითხოვს ღმერთთან ურთიერთობას და აღარ თვლის საჭიროდ, რომ ეკლესიაში მივიდეს და თქვენ იცით, რომ აღდგომიდან ამაღლებამდე მაცხოვარი თავის მოციქულებს გადმოუთარგმანებდა, ანუ განუმარტავდა წმინდა წერილის ადგილებს და მის დარიგებებს და შეგონებებს, რომ ამაღლებოდა მოციქულებს გარკვეული მყარი ცოდნა ქონოდათ. და ჩვენი დედა ეკლესია მოგეხსენებათ გახლავთ ერთი წმინდა კათოლიკე, ანუ საყოველთაო სამოციქულო ეკლესია. ჩვენ შეუცვლელ მდგომარეობაში გვიყრია ჭეშმარიტება ის დადგენილებების, სწავლილები, დოგმატების და წმინდა გარდამოცემის სახით, რაც დედა ეკლესიამ შემოგვინახა დღემდე და ჩვენ ამ ცოდნის გააზრება და დაცვა უნდა შევძლოთ. ეკლესიური ცხოვრება არ გულისხმობს მარტო მარხვის შენახვას, გარკვეულ პროდუქტებზე უარის თქმას და შემდგომში დატევებას ეკლესიური აზროვნების, ეკლესიური ცხოვრების, რაც გამოიხატება აღსარებაში, ზიარებაში, გველმოქმედებაში, სიმდაბლეში, მაგრამ ამ რეალობას ჯეჯრობით ვერ მოუხერხეთ ვერაფერი, იმიტომ რომ
ძალიან ბევრი, სამწუხაროდ ჯერჯერობით კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი კომპენსაციას უკეთებს საკუთარ თავს და აცხადებს, რომ ეხლა უნდა მოვეშვა, აღარ მინდა მე მოძღვარი, აღარ მინდა ეკლესია, აღარ მინდა ზიარება, აღარ მინდა აღსარება, იმიტომ რომ მე საკმარისად უკვე ხანგრძლივი პერიოდი დავდიოდი, ვეზიარებოდი, ყურზე და წყალზე ვიყავი, რაც არავის არ დაუძალებია, ყველა ლოცვას და ყველა წირვას ვესწრებოდი, ბზა წავიღე სახლში, ზეთისხება მივიღე, ეფრემასურის ლოცვას ვამბობდი, რა ვინმე ამას სხვისი გულისთვის აკეთებდა, არა, ყველა ჩვენი სულის ცხონებისთვის ვაკეთებდით და ვაკეთებთ. როგორ ფიქრობთ, აღდგომის შემდეგ აღარ გჭირდება ჩვენ ეკლესიური ცხოვრება? ნახეთ რა წერია წმინდა წერილში, რა მდგომარეობაშიც მოგიხელთებ, გნახავ უფალეოს იმ მდგომარეობით განგსჯი. ანუ ჩვენ მარხვის შემდეგ თუ გავლაღდებით და ჩვენ თავს ბევრი რამის ჩადენის უფლებას მივცემთ და ამ მდგომარეობაში უფალი ჩვენ მოგვიხილავს, შეიძლება შევწხვეს და ვერ გავმართლდეთ უფლის წყალობით და ჩვენი ცხოვრებით. ამიტომ მე არ ვამბობ, რომ იგივე რეჟიმით გავაგრძელოთ ცხოვრება, რადგანაც მსგებსია ეს კვირა, ანუ მხსნილია ოთხშაბათი პარასკევი, ჩვენ უნდა, რა თქმა უნდა, გავიმხსნილოთ, უნდა გარკვეულ ფარგლებში, ზომიერ ფარგლებში ვიმხიარებლოთ, მივიდეს სტუმრად, მოვიდნენ სტუმრები, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ღრეობაში. მაპატიეთ მე რომ არ გეწყინოთ ჩემგან, პეტრე მოციქულის სიტყვებს მოვიშველიებ, ღორი ტალახი აგუბეს უბრუნდება და ზაღლი თავის ნარწყევს. ძალიან ბევრი ადამიანს ეცნობა ეს სიტყვები და ბევრს უთქვავს ჩემთვის, მამაო, ეგ სიტყვები ზუსტად ჩემზე დაუწერია პეტრე მოციქულსო და ასე რომ არ დაგვემართოს, ჩემო ძვირფასებო, მოგეხსენებათ, რომ მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა ეს არის ზომიერება, არც ამ მარცხნივ, არც ამ მარჯვნივ და თუ ჩვენ გავიაზრეთ მარხვა და თუ ჩვენ მართლაბჯერა აღდგომილი მაცხოვრის, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მაცხოვარი ამაღლებამდე ჩვენთან არის და ჩვენ ეს უნდა განვიცადოთ სულიერად, ეს გამოიხატება იმაში, რომ არ მოვდუნდეთ, არ მოვიწყინოთ ისევ მიმომწვლილობაში, მიგდებულ ცხოვრებაში არ გადავეშვათ, ისევ დარდიანები და სევდიანები არ ვიყოთ, გაველოდოთ მორიგ დღესასწაულებს, შევასრულოთ საეკლესიო სახარებისეული მცნებები, ისეთი რამე არ ჩავიდინოთ, რაც ჩვენ არ გვინდა, რომ სხვა გვაკადროს, ოქროს კანონი, არ განვიკითხოთ ისევ არავის შეურაცხყოფა არ მივაყენოთ, მოწყალება გავცეთ სიტყვით და საქმით, როგორც შეგვიძლია, ადამიანები ვანუგეშოთ, სიყვარული გამოვამჟღავნოთ უფლის და მოყვასის წინაშე და დამერწმუნეთ, რომ ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი გაიხარებს, ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდება სურვილი ეკლესიაში მოსვლის, ძალიან ბევრი ადამიანი იგრძნობს უფლის და მოყვასის სიყვარულს. ეს არის ჩემო ძვირფასებო ქრისტიანობა, როგორც ქრისტიანობს, რომ იმით მიხვდებიან ჩემი მოწაფეები, რომ ხართ, რომ ერთმანეთი გეყვარებათო. ერთმანეთი გიყვარს, ნახაც არ ამგონია და მოდი ვიფიქროთ ზუსტად ბრწყინვალე შვიდეულში, რომ გვიყვარდეს ოჯახის წევრები, გვიყვარდეს ახლობლები, გვიყვარდეს მეზობლები და ალბათ მერე მტერით შეგვიყვარდება, ხო? ვინც ისევ გაბრაზებული და განაწყენებულია, მას სამწუხაროდ არ უგზნია აღდგომის მადლი, მას არ ყავს უფალი. გთხოვთ, შევრიგდეთ, გთხოვთ, დაუნდაბლდეთ, რომ ღმერთმა აგვამაღლოს, გთხოვთ, რომ გვიყვარდეს ისე, როგორც უფალმა შეგვიყვარა ჩვენ და თავდაბლობით და სიყვარულით გავაგრძელოთ ეკლესიური ცხოვრება. ჩვენთან არის ღმერთი.